გამარჯობა საქართველო, მე მინდა მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუმცა მანამდე მიუსამძიმრო ყველას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების ამბავი, რომელიც სამწუხაროდ გვიან გავიგე. მე მინდა გითხრათ, რომ ლუქსიუმის ღირებულება გაიზრდება არაუგვიანეს 22 აპრილს 150%-ით დაახლოებით. პირველი ზრდა მოხდება 10 აპრილს და ყველაზე დიდი ზრდა მოხდება არაუგვიანეს 22 აპრილს. ანუ დღეს თუ 44 ლარი, ის გადაცდება 100 ლარს. მე შეგახსენებთ, რომ 8 თვის წინ იზღირდა 3.50, დღეს 44 ლარი და მალე გადაცდება 100 ლარს. ვინც ჯერ კიდევ არ შემოგვიერთდით, დაფიქრდით. ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა ორ პოტენციურ ინვესტორთან და ისინი ელოდებიან ჩვენგან დამატებით დოკუმენტაციას და ასევე ვაგრძელებთ სხვა ინვესტორებთან კონტაქტზე გასვლას. ვინც არის ლუქსიუმი რა არის, გეტყვით, რომ ლუქსიუმის უნიკალობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი ღირებულება იმართება უსულო მათემატიკური ალგორითმით. ანუ მსოფლიოში პირველი ფულია, რომელსაც არ მართავს არც მილიარდერი, არც კორპორაცია, არც ადამიანური ფაქტორი. ეს ფული არის ზუსტად 21 საუკუნეს, რომელიც შეესაბამება. როდესაც ჩვენ ვამარცხებთ ინფლაციას, როდესაც ჩვენ ვამარცხებთ ბაზრის მანიპულაციებს და ხალხის ძარცვას ამ მანიპულაციების დროს განსაკუთრებით კრიპტოინდუსტრიაში. ძალიან მარტივი აზრია, მეგობრებო. ლუქსიუმი მიდის მხოლოდ წინ მოთხოვნის მატებასთან ერთად. რაც უფრო მეტი ლუქსიუმი გამოდის, მის ფასი მით უფრო იზრდება და მიდის წინ. ეს ინფორმაცია არის პრივილეგია, მე ხშირად ვიმეორებ ამას, იმიტომ რომ მხოლოდ საქართველოს ფლობს ამ ინფორმაციას ჯერ. ჩვენ ახლა რამოდენიმე ხანში გვექნება ლიცენზია შვეიცარიაში, შემდგომ მივიღებთ ლიცენზიას ევროპაში და შემდგომ წლის ბოლოს ვიმედოვნებთ მოვასწრებთ ამერიკაშიც და მერე გაიგებს ნელ-ნელა გლობალური ბაზარი. და გლობალური ბაზარი რო გაიგებს, მეგობრებო, მე უკვე ფასს ვეღარ დაეწევით. წავდგეთ საქართველოში ხა ყველანაირი რეკლამის გარეშე, ყველანაირი ინფლუენსერების და სხვა ხალხის ჩარევის გარეშე როგორ გაიზარდა ფასი ლუქსიუმის. და გლობალზე რო გავა, ვინ გააჩერებს იმას? ანუ მე არ მინდა რომ ბევრისთვის იყოს მწარე სიტყვები, რომ აი მე ვიცოდი როგორც ბიტკოინზე ვიძახით, ხო? ანუ ბიტკოინი ჯერ მაშინ რო იყო, არ ვიცოდით რა ტექნოლოგია იყო. დღეს უკვე ვიცით ბლოკჩეინი რას ნიშნავს. და ჩვენ ეს ბლოკჩეინი ავიყვანეთ უმაღლეს მწვერვალზე. როდესაც ჩვენ თავარი პრობლემა ფას წარმოქმნის მანიპულაცია გადავჭერით. ეს არის და ეს. ამიტომ ამ ინფორმაციის გამოყენება სანამ გლობალზე გავა არის პრივილეგია. და ჩვენი მიზანია რომ რაც შეიძლება მეც საქართველოს მოქალაქეს დარჩეს, რაც შეიძლება მე დიდი რაოდენობის ლუქსიუმი. მინიმალური შემოერთება ხდება 350 ლარით, მეგობრებო. 350 ლარი არ დაგაქცევთ, ხო? ანუ თუ ვინიცობა წარმატებელი იქნება პროექტი 350 ლარი რა მოხდა და თუ წარმატებული იქნება, ჩვენ მინიმუმ ვარაუდობთ ბიტკოინის ისტორიის განმეორებას და გრძელვადაში გადასწრებას. ესეთი დადებითი ინფორმაციებით მოვდივარ თქვენთან. საქართველოში ვიცი რაც ხდება და მე ვცდილობ რომ ესეთი ნათელი აზრები მოგაწოდოთ, რომ ჩვენ გვინდა ერთობა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არის ბოლო და მეორე ადგილზე ხალხის ერთობით, ზუსტად ეგეც გავალღოთ და ამ ფინანსური ინსტრუმენტის ირგვლივ შემოვიერთოთ უფრო მეტი ქართველი, ფინანსური დამოუკიდებლობისკენ წავიდეთ, რომ ჩვენ გრძელვადაში გვქონდეს შანსი ღირსეული ცხოვრების და ეს იმპულსი გადავცეთ მსოფლიოს. და ბოლოს, ვისაც არ გჯერათ ქართული გენის, ვისაც არ გჯერათ საქართველოს მომავლის, დრო არის დაიჯეროთ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ უნიკალური ერი, უკვე 75 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ესეთი ერი არ არსებობს, მეგობრებო. ყველაზე ძლიერი ერი ვარ, დაიჯერეთ თქვენი თავის. ერთობა გვაკლია, მეტი არაფერი.